დიდება და მადლობა ღმერთს გიოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. სახარებაში მოვისმინეთ, ლოდი გადაგორებული არის და ანგელოზმა აუწყო მენელსაცხებლე დედებს ეს სასიხარულო ამბავი უწყება. ხოლო ვინც ჯერ ამ საფრთხო მადლს არ იყო ნაზიარები და ურწმუნონი იყვნენ, მათ კიდე ამ ხილვისა გამო, როგორც სახარება ამბობს, ელდაეცათ და შეშინდნენ. და ანგელოზე ეუბნება, ნუ გეშინიათ. ოღონდ ეუბნება უკვე დედებს, ვინც რომ პირველად ეს ნახა. ასე რომ დღეს ღამისთევაზე უკვე და ჩამოლოცოთ ესე ამბობს, კოდრეთით აღდგომმა ქრისტემმა ღმერთმა. ქრისტე აღდგა უკვე და დღევანდელი დღის მსახურება უკვე არის გვირგვინი მთელი ჩვენი ამ დღეების 40-ეულის შრომისა სულიერი და ღვაწლისა ფიზიკურის. და ღმერთს ვთხოვთ, რომ აი ეს წყინვალე დღესასწაულის სიხარული იყოს ჩვენთან გამუდმებით, მუდმივად. იმიტომ რომ ვინც ამ საფრთხო სიხარულის მადლს ატარებს თავის გულსა და გონებაში, მას არაფრის არ ეშინია. დღეს აგერ მოისმინეთ გალობა, ხო? აკურთხებდით უფალსა და ეს დიდი ჩასართავებით იყო. ეს იმ გამარჯვების მოძახილია ლოცვა არის, რომლითაც ღვთის მადლით ადამიანი ხილულ და უხილავ ბოროტებაზე იმარჯვებს. ისე ჩვენ აღდგომის წინა შაბათი არის და აი ამ დღეს ლოცვა გვახსენებს თუ როგორი შემართება გვმართებს. ასე იყო, როდესაც სამი წინასწარმეტყველი, სამი ყრმა ანანი, აზარია, მისაელი იმ ღუმელში, სახუმილავში, ახურებულში დადიოდნენ და ანგელოზი შეეწეოდა და ისინი აი ამ გალობას გალობდნენ. ისე ჩვენი წუთისოფელი თავისი აი ამ ყველაფერი ჩვენს თავს მოწევნული თუ წუხარება და თუ სიხარული, თუ იმედგაცრუება და თუ რაღაცა შემაძრწუნებლად უგუნურების ყურებით. არანაკლების სახმელავი არის, ღუმელი არის გახურებული, რომელშიც ჩვენ ყველანი ვართ. ამიტომაც ერთია ჩვენი გამარჯვებისა ბაირაღი, ქრისტეთანაც ჯვარცმული და ჩვენი ნიშანი აი ამ გამარჯვებისა ჯვარი, რომელზედაც მაცხოვარმა გამოგვეცნა ჩვენ ყველანი. გილოცავთ დიდ დღესასწაულს, გილოცავთ დამდეგ დღესასწაულს და ღმერთს ვთხოვთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენს თავს და ჩვენ სასულიერო პირებს ერს, დიდსა და პატარას გულისხმობ. მოგცეს განცდა ამ სიხარულისა, ცოცხალი, რომ ყოველთვის ყველგან ვაკურთხებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა. আজ და უკუნისამდე ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. ქრისტე